მე მხოლოდ სამი რაღაცის თქმა შემიძლია დანამდვილებით. პირველი საით წავიდა კაკაში, მაგას ჩავასხი ხახაში. მეორე 2023 წელია უკვე ურსა რა ჩემფეხებს შვება. და მესამე ნამდვილად მოვიტყუები თუ ვიტყვი რომ არ ვიცი თუ რატომ დავხურეს 2016 წლის აღმაფრთოვანებელი თამაში. მოცემული თამაშის 4.5 გიგაბაიტი არ ამ ქვეყნიური სიამოვნება ამ წამს ჩემს მეხსიერებაში 71 გიგაბაიტს იკავებს. იმის გამო რომ ჩემმა 200 IQ თავმა გადაწყვიტა რომ მთლიანი თამაშის დახურვის ვიდეო მასაა დასჭირდებოდა. და ბ ამ ყველაფერს ხომ თქვენ გამოგავდივარ ჩემო საყვარელო გამომწერებო. არ დავიწყებ ბევრ საუბარს და პირდაპირ მოცემულ სიამოვნების მაშხალაზე ლაზღანდარობა შევუდგები. თამაშის ინტროს ნახვის შემდეგ ის პირდაპირ ენის არჩევის მენიუში გვაგდებს. მინდა გითხრა რომ შეგიძლია არ ინერვიულო, რადგან თამაშს მოყვება იტალიური ენა. თამაში იწყება დღის ამბებით, სადაც სავარაუდოდ თამაშში არსებულ სიტუაციას გვაცნობენ. თუმცა არ მოგატყუებ და ვაღიარებ, რომ მოცემული ქალბატონის თვალებმა ისე შემიპყრეს, რომ კონცენტრაცია ვერ შევინარჩუნე და მოცემული ინფორმაცია გავმაზე. თუმცა არ ინერვიულო, მონტაჟისას თვალი გადავავლე და მოკლედ მოგიყვები. გამოიჩეკა მეორე დედამიწა და იქ გაუშვეს საექსპედიციო ჯგუფი. ამასთან დაკავშირებით რატომღაც ხალხი აჯანყდა და ყველას მოუწოდებენ რომ სახლში დარჩნენ. მინდა აღვნიშნო რომ ჩემი როგორც სცენარისტის თვითშეფასებამ მოცემული მომენტიდან ზრდა დაიწყო. მოკლედ რა თქმა უნდა მე ვარ ამ მეორე დედამიწაზე გაგზავნილი ექსპედიციის ერთადერთი წევრი. ამ ყველაფერს მიხსნის ახალგაზრდა გოგონა ლუნა და იმ ადგილას მაგზავნის, სადაც წინა ექსპედიციის ბოლო ლოკაცია იყო. რათა გავარკვიოთ თუ რა მოვიდათ მათ. აქ პირველად ვხედავთ მთავარი პერსონაჟის სახესა და აღნაგობას და ვიგებთ რომ იგი კოსპლეიერია. პატარა სცენის შემდეგ კი ვხედავთ შესანიშნავ თეატრალური თამაშის დონის რეაქციას. Jake, what the hell happened? მოკლედ დევებრეხვეთ ახალ პლანეტაზე, პირდაპირ იქაურ თვითმფრინავში, რომელიც უკვე ვარდება. და ვარ შავი ზღვის ზემოთ, ისე ქობულაციდან ძალიან რო გაიჭირო რო დაინახო რა. ახლანდელი მთავარი მიზანია თვითმფრინავის მართვა ჩემ ხელში გადმოვიდეს. ანუ ჯერ პილოტის ოთახამდე უნდა მივაღწიო ზომბებით სავსე თვითმფრინავში. ჩემი პირველი გადარჩენის მცდელობა კრახით დასრულდა. Mission failed. We'll get them next time. მაგრამ მეორე მცდელობისას აღმოვაჩინე იარაღი, რომლითაც მე შევძელი გადარჩენილიყავი. მერე ცოტა რო დამშვიდდი, ჩემთვის ვწავლობდი გარემოს და წარმოიდგინე ჩემი გაოცება, როცა გამქრალი პლუს ავტომატიანი ზომბი გამეჩნდა შუა თვითმფრინავში. ჩემი გაი. თუმცა ჩემი შეუპოვარი შებრძოლებით შევძელი მისი დამარცხება. ის ეწყინა დამარცხება, რომ გული გაოსკდა. სხვა განმარტება მოცემულ სცენას მე ვერ მოუწებნე. საბოლოოდ მიაღწია საჭირო ადგილას მთავარმა პერსონაჟმა, მიხვდა რომ ვერაფერს გააკონტროლებდა მაინც და მაინც და ფანჯიდან გადახტა. ნუ ჩვეულებრივი ადეკვატური რეაქცია. ალბათ ხილვაში დაგველაპარაკა წინა ექსპედიციის ხალხი, რომლებმაც გვითხრეს რომ მათ საავადმყოფოს შეაფარეს თავი. ჩატვირთვის ეკრანით მივხვდი რომ მოვხვდი პრიპიატში. პრიპიატი არის ქალაქი, რომელიც ემსახურებოდა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს. თუმცა ახლა ის მიტოვებულია. ასეთ მიტოვებულ ქალაქებს ეძახიან მოჩვენებათა ქალაქებს. არ მოვიტყუები, მგონი მარტო ამ ინფორმაციის გამო უნდა დაწეროლა იგი. ვარდები! და პარალელურად ქალბატონი მსგავსი პოზიციიდან მესაუბრება. აი ნამდვილად მართლა არ ვიცი ვისი მოზიდვისთვის გადაწყვიტეს თამაშის შემქმნელებმა მოცემული სცენის გადაღება. თუმცა მე როგორც ნამდვილ პროფლეიერს, როგორც ჩანს ფეხებზე მეკიდა თამაშის მოცემული მომენტი და ცათამჯენის თავზე ამოსული ბალახების თვალიერებით ვიყავი გართული. არ მოვიტყუები დიდი ხანი ვიფიქრე თუ საით უნდა წავსულიყავი. როგორც იქნა მივხვდი და მოფრინდა მტრულად განწყობილი თვითმფრინავი, რომელმაც არაერთი რთულად შესასრულებელი ილეთი გააკეთა, თუმცა მაინც დამარცხდა ჩემთან ბრძოლისას. ჟღ კაცი ნიჭიერი. როცა ჩემი დანამარცხები მტრის დაცემის სანახავად წავედი კი, Mission failed. მოკლედ მისი მეორეჯერ დამარცხება მომიწია და ახლა ხელის შემოbrunება გადაწყვიტა. ნუ რას გაუგებ ახლანდელ თვითმფრინავებს? დიდი ხნის ამ ცათამბჯენზე ყოფნის შემდეგ ვიფიქრე რომ აქაც სადღაც უნდა გადამხვდარიყავი. თუმცა ამ შემთხვევაში ჩემი ნააზროვნების შეცდომა აღმოჩნდა და სველი ასფალტის კოცნახველნაში გადავეშვი. თუმცა ჩემდაბედად როგორც ჩანს ასე მეორე მისიის დაფარვის ზონამდე მივაღწიე და ამიტომაც სხვაგან გავჩნდი. მაგარია. აქ შემხვდა პირველი გარეთ მცხოვრები ზომბი, რომელიც ლოგინში თითქოს ჩავაწვინე. თუმცა გადაწყვიტა რომ ორი ჰედშოტი საკმარისი არ იყო და წამოდგომა გადაეწყვიტა. მას გამოფხიზლებაში მეგობარნიც მიეხმარნენ მისნი და მე ამ მარტოსულს მომიწია გაქცევა იუსტრაფეს ნარუტოსაი. თუმცა მტრის დაძლევა მაინც შევძელი, როცა გამოვეცალე ადგილსა შემოტევისასა. მაგრამ სწორედ ამ დროს ჩემო მეგობრებო, ჩემმა სცენარისტმა მიმანიშნა რომ ისინი ზომბები კი არა, მუტანტები არიან. ამიტომაც მე დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ მოცემული კაზუსის გამო. მოკლედ ამ მუტანტების ლიკვიდირების შემდეგ გავაგრძელე გზა და უეცრად გამოჩნდა რიცხვები, რომლებიც მიმითითებდნენ თუ საით უნდა წავსულიყავი. და როდესაც იქ მივედი და საჭირო ნივთი გავააქტიურე,
მივხვდი რომ ეს თამაში ნამდვილი ბრილიანტი იყო დღევანდელ თამაშებს შორის. მართალია დღეს უფრო მეტი თამაში გამოდის და უფრო მეტი დეველოპერია დედამიწაზე. თუმცა აი ერთი თამაში მაინც მანახეთ, სადაც სელფის კამერით გადაღებული ვიდეო გამოვა ეკრანზე. აი თურმე სადამდე მივიდნენ ტექნოლოგიები. კიდე რა არის კაცო, ვაკვირდებოდი ადგილებს და უცებ ციდან ჩამოვარდა ტიპი. ნუ კაი თქვა ამას არ მივაქციე ყურადღება. ყვიის გემოს ვასინჯებდი, როცა ერთი ისეთი გააკვა, რომ ნახევარი სიცოცხლის ქულები წამართვა. ნუ კაი დავიკიდე ეს ამბავი და რა ვარცხა იქნა მივაღწიე ჩვენთვის საინტერესო საავადმყოფომდე. და ამ დროს საცხაიდან გამოვარდნენ მრგვალი თითქოსმა ქვალი მოწინააღმდეგეები და მიმასწიკლეს შუაგზაზე. მონტაჟისას სწორედ ამ მომენტში მივხვდი რომ ვიდეო უკვე დასასრულს მიუახლოვდა. ეს იყო მხოლოდ ორი ვიდეო იმ გადაღებული 36-დან. ამიტომაც თუ გინდათ რომ ყველა დავამონტაჟო, კომენტარებში დამიწერეთ ლავრენცი და გამომეკიდე. მოკლედ ეს რომ მარტო თამაშებში არ დაგახარჯინე, მაგალითად პრიპიატი გაიგე რა არის. ასე რომ მე ჩემს მისიას შესრულებულად ვთვლი. აბა გემშვიდობები და წარმატებებს გისურვებ. ჩემო ახალგაზრდაო. როცა შენთან ერთად ვარ, მართლა არ ვიცი რა გითხრა, baby you. შენ ხარ ისე ჩემს ავში, როცა ვარვე ჩემ თავთან, ვფიქრობ რა მინდა გითხრა, baby you. ყველაფერასაც შვები ვაკეთებ მხოლოდ შენთვის, ყველაფერს და თან ყოველთვის, baby you.